მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ქართულ YouTube სივრცეში კიდევ ერთი ახალი გასართობი და უკვე ყველაზე სახალისო YouTube show გასურე და მოიგე, სადაც თამაში იმარჯვებს ყველაზე გაქექილი და ყველაზე ცუცურაკი მონაწილე, ხოლო დღეს G2 ჰიტა ქორო და ბასტოსგან გავარკვევთ თუ ვინ იქნება ყველაზე ცუცურაკი მოთამაშე. როგორ ახართ მეგობრებო? ჰიტამ რომ მოიგოს და მე ცუცურაკი არა. სხვათა შორის მე დავამატებ ჩემო ჰიტა. რომ აქ მხოლოდ ერთმანეთის გაცურება არ მოგიწევთ და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ლოგიკასა და გამჭრიახობას. ყულა დახარ შენ. მაგაში გივარ, მაგრები არა გიო. დიახ. მზად ხარ? დიახ. მე ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი მაყურებლისთვის ახალი კონტენტი შევქმნა და ჩემმა გამომწერმა ძალიან კარგად იციან კომენტარებში უნდა გასპამონო. ახალი კონტენტი ასწორებს. თუ ეს ვიდეოა 10,000 ლაიქს, მე ჩავთვლი თქვენ ეს კონტენტი მოგცეთ და აუცილებლად გავაგზავნებთ, მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ აი ამ დიდ შრომას ერთი პატარა მარცხენა მაუსის ღილაკის მიჭერით თქვენ უდიდეთ დაფასებას გამოხატავთ და უდიდეს мотивაციას გვაძლევთ. არა მხოლოდ მე, არამედ ყველა YouTuber-ს გთხოვთ, გამოიწევთ არხი, ავიდეთ მალე 200,000 გამომწერზე, რომ თქვენთვის, ისევ თქვენთვის წარმოუდგენელი კონტენტი უნდა დავიწყო. და ამ ყველაფრისთვის, რომ მე დღეს აქვთ გავარდა თქვენთვის კონტენტს ვაკეთებ, პირველ რიგში უღრმესი მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორსა და წარმოდგენს ამბასადორი ბეტს. შეგვიძლია რომ გადავიდეთ მეგობრებო თამაშზე. თამაში შედგება 2 რაუნდისგან. პირველ რაუნდში მონაწილეებისთვის 8 სახალისო კითხვა მაქვს მომზადებული. თითოეულ კითხვაზე მოთამაშეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფიქსირებენ პასუხებს, რომლებიც დაფაზე არეულად გამოვა სწორ პასუხთან ერთად. მონაწილეების მიზანია გამოიცნონ რომელია სწორი პასუხი. თუ მოთამაშე გამოიცნობს სწორ პასუხს 2 ქულას აიღებს, ხოლო თუ თავისი პასუხით სხვა მოთამაშესაც შეაცდენს, დამატებით 1 ქულას მიიღებს. თუ თქვენ შეძლებთ სწორი პასუხის პონას 2 ქულას მიიღებს და ასევე თუ იმდენად კარგი პასუხი გეწერებათ, რომ თქვენ გააცურებთ თქვენს მოწინააღმდეგეს და თქვენ პასუხზე განთავსებთ ფსონს, დამატებით თითო ქულას მიიღებთ. ყოველ მოწინააღმდეგის მიერ განთავსებულ ფსონზე. კითხვა ნომერი 1. პასუხის მოსაფიქრებლად გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ 40 წამი. ბევრია. ძალიან კაი, 30 წამი გაქვთ მაშინ. ქოროს აქვს 30, თქვენ გაქვთ 40. 2012 წელს იაპონიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დაამყარეს უცნაური რეკორდი. უნდა დაწეროთ, რაში დაამყარეს რეკორდი. 2012 წელს მოხდა ცუნამი მე და მაგის გამო დანგრეულ სკოლაში იყვნენ. მე დავწერე და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ეს ჩემთვის როგორია, ზუსტად ვიცი რომ სწორი პასუხი არის. ამაზე ვიდეოც მაქვს გაკეთებული. და მორჩადრო. მეგობრებო, პასუხები გადმოტანილია და მათ შორის აქ არის ერთი სწორი პასუხი. მე ხა გაგიჟღერებთ, რომლისია არ ვიცით, სწორი რომელია, თქვენი რომელია, თქვენი პასუხები იცით რა თქმა უნდა. როდესაც პასუხებს ჩამოვთვლი 40 წამი გექნებათ. წარმოიდგინეთ, რომ ეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და უნდა დაწეროთ რიცხვი და არა წინადადება. პირველი პასუხი ფეხზე დგომა. მეორე პასუხი წყალქვეშ გაკვეთილი, 2 საათის განმავლობაში სინქრონული ხტუნვა, ყველაზე ჩქარა დაალაგეს ტუალეტი და გააკეთეს ყველაზე გრძელი ცოცხალი დრაკონი. წამზომი ჩაირთო. რო გაგვიმარტივდეს, მე ფერით დავწერე რა. მე დავწერე. 3, 2, 1, შეწყდა დრო. თუ შეიძლება მოატრიალეთ. მე დავწერე სინქრონული ხტუნვა, რადგან ძალიან კონკრეტული იყო 2 საათის განმავლობაში სიტყვა. თქვენ დაწერეთ ლურჯი, ან თქვენს ხტუნვა დავწერე. ხტუნვა და თქვენ დაწერეთ ყველაზე ჩქარა დაალაგეს ტუალეტი, ან მარტო გვეკიწერიათ განსხვავებული. სუნა მომხდარ საჯარო სკოლაში ტუალეტის დასალაგებელ რეკორდს მოხსნით. შეიძლება მე ვთქვა. მეც მაგ ორ შორის ვფიქრობდი, იმიტომ რომ იაპონიაში არ ეგეთი კულტურა სკოლაში ბავშვები ალაგებენ რა. არა, აქ ხარაც წერია პროდუქტიულობიდან თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანა წყალმა წაიღო, რაღაცის დალაგება შიშეჯიბრი ცუდი არ უნდა იყოს. ახსნა არ იყო და მე მინდა გითხრათ, რომ ვინც ეს დაწერა, არც ცუდი იდეა არ ყოფილა. ვის ეკუთვნის ეს პასუხი? ბატონ ბასტოს დამატებით 1 ქულა და სწორი პასუხი გახლავთ, ჩემ და გასაკვირად 2 საათის განმავლობაში სინქრონული ხტუნვა. რაც იმას ნიშნავს, რომ G2-ს და ქოროს აქვს 2 ქულა, ბასტოს აქვს 3 ქულა, ჯერჯერობით ჰიტას 0 ქულა. ჩემი იქ არასწორად გადაწერეთ, მე წყალქვეშ არ მეწერა საერთოდაც. აბა რა გეწერა? წყალში. არა და უეჭველი მაგას დავწერდი ეგ რო ის ქექ. გადავდივართ მეორე კითხვაზე. დიახ. გადავიდეთ. რისი შიშია ჩენოსილიკა ფობია? უძვების სილიკონები. წამზომი ჩაირთო. აფში აზრზე ვერ მომდა. მე ზუსტად ვიცი. G2, 5 წამი დაგშა. ვერ ვწერს, მაგრამ რამე დაწერე. დავწერე. დაწერე? ოკეი. მაშინ მიღებულია.
პასუხებს გაგიჟღერებთ. პირველი პასუხი ცარიელი ლუდის კათხის, მეორე საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის, მესამე რადიაციის, მეოთხე სოკოების და მეხუთე წებოვანი ნივთების. წამზომი ჩაირთო. მე საასიგიჟე რაღაც დავწერე. შეიძლება აი კრეატიულად დაიღვაროთ. 3 2 1 დრო შეწყდა. ეხლა ჯით უნდა იყოს. დავიწყეთ რა. 4-იანი სოკოების. ჰიტექს. 2. ნომერი 2 საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის. ბატონ ქოროს. დაწერია მათ? არაფერი. თეთრი ლაშა, ნუ. ეგ იყო ბიჭო. ანუ მაგიტო დაწერა ეგრო ეს ხო ერთი ქულა რომ ამაში დაუმატო უბრალოდ რა. თუ ფრე მორჩა სადღაცას, ტაიბრეკით ვეთ, კრეატიულობაში ერთხელს კაი, დაგიწყო. მადლობა. წებოვანი ნივთების და მე რახან ორი სიტყვა იყო, ან ცარიელი ლუდის კათხა მინდოდა, ან საპირისპირო მიმართულება და ავირჩია საპირისპირო მიმართულება. გასაგებია. მაგრამ ყველაზე ლოგიკური ალბათ წებოვანი ნივთები, იმიტომ რომ შენ რო სილიკა არის და სილიკონი და წებოვანი უნდა იყოს რა წესი. აი ჩემო ბასტო, თქვენ რომ მასე რომ გეფიქრათ ჩემ პასუხს ავირჩევდი და წებოვანი ნივთები. თქვენ პასუხს აირჩევდით. და ჩემთან გასაკვირად მეგობრებო, ამ კითხვაზე არც არ გაქვთ სწორი პასუხი. იმიტომ რომ ჩენო სილიკაფობია გაახლავთ ცარიელი ლუდის კათხის. აუ დებილობაა ეგ. მაგრამ მე ორი ქულა მაინც მაქვს. ვისი არის საპირისპირო მიმართულება? ჩემი. ბატონ ქოროს დამატებითი 2 ქულა, წამშალო ლაშა ეს. ჰიტამ აიღო 1 ქულა. და მეც ერთი ქულა. კითხვა ნომერი 3. კვლევის თანახმად, ძროხები უფრო მეტ რძეს გამოიმუშავებენ თუ მათ დაასრულეთ წინადადება. შეგიძლიათ დაწეროთ სწორი პასუხი. წავიდა. დავწერე და მეც. სწორი პასუხი მიწერია. კი, ორი სწორი პასუხი უკვე ნამეტანია. დრო მორჩა. ეხლა ვნახავთ, რამდენად სწორები ხართ მეგობრებო. ჩემი აზრით ქორო დაწერა არასწორ პასუხს. არა, ბოლოზე მიცა, ჩემი აზრით ის ვინ არის ბოლოზე ერთი ქულობისა. პირველი პასუხი მარილიან ბალახს აჭმევენ, მეორე პასუხი სახელით მიმართავენ, მესამე პასუხი მწვანეს აყურებინებენ, მეოთხე პასუხი ბევრ სითხეს აძლევენ და მეხუთე პასუხი არის მუსიკას ასმეინებენ. დრო წავიდა. მუსიკა რაღაც ქართული ფილმიდან არის. მაგრამ მაგ 4-დან 3 უეჭველი იცოდა, აი უეჭველი იცოდა. ბიჭო, მე რო ვიცი პასუხი სწორს ხო არ დავწერ და აქ ზუსტად ვიცი რომელიცაა. პასუხები მზად გააქვთ? კი. ჰიტამ დაიწყოს. პირველი. პირველი. მარილიან ბალახს აჭმევენ. ხო, რას ფიქრობ? თეთრი. მუსიკას ასმეინებენ. მწვანეს აყურებინებენ. მწვანეს აყურებინებენ და წვანეს აყურებინა. მწვანეს აყურებინებენ. შეიძლება რომ მითხრათ მწვანეს აყურებინებენ რას მე შეიძლება აუხსნა ჩემ პასუხი? მარილიან ბალახს აჭმევენ. მე ვიცოდი რომ სწორი პასუხი ეგ იყო მეგონა და ჩემი პასუხია რომ წარმოიდგინოთ მწვანეს როგორ უნდა აყურებინო, აი ძროხაა და მწვანე გიჭირავს ესე თუ სულ მწვანე ოთახში ყავს თუ აი მუსიკას ასმენინებენ კიდია, ბევრ სითხეს აძლევენ ძალიან მარტივი პასუხია. მარილიან ბალახს აჭმევენ, ჩემი პასუხია და სახელით მიმართავენ ანჯერა. ამიტომ კაკედა დავტოვე მწვანეს აყურებინებენ. კვლევების თანახმად დამტკიცებულია, რომ ძროხა 5-დან 10%-მდე მეტ რძეს გამოყოფს თუ მას სახელს დაარქმევენ და სახელით მიმართავენ. ხო, აი დამეწერა. არცერთ არ გიწერიათ სწორი აუ, პასუხი. მაგას ვფიქრობდი. კითხვა ნომერი 4. აშშ-ის ზოგიერთ შტატში ერთ დროს კანონით იყო აკრძალული კვირა დღეს რაღაცის ჭამა. რისი ჭამა იყო აკრძალული? უნდა დაწეროთ პასუხი. ეს მართლა ვიცი. ეს მართლა მარტივია. ხო. აუ არ ვიცი ეს არის, აუ მართლა მაქვს ამაზე წაკითხული. ოღონდ რა იყო? ეგ ყავაზე არის. ყავა ითვლებოდა ეშლაკის ვინ მელაპარაკებით? არ ვიცი. მზად გააქვთ? დიახ. დრო მორჩა. პირველი. მარილიანი ლობიო, მეორე ნაყინი, მესამე ხორცი, მეოთხე სიმინდი და მეხუთე პასუხი ტკბილეული. გაქვთ 40 წამი. წამზომი წავით. სიმინდი, მარილიანი ლობიო. მე მოურჩი ლაშა და თუ შეიძლება რომ დაუჩქარონ ბიჭებმა რა. იმიტომ რომ მე სწორი პასუხი ვიცი ზუსტად იცით თქვენ. ვლოგი მაქვს მანდ გადაღებული კვირა დღეს რომ არ ჭამენ. ბატონ ბასტოს ეჩქარება ერთი სული აქვს სწორი პასუხი განახოთ. მე ვარ ტკბილეულის მხარეს. გაასაგებით. ტკბილეული მიღებულია, ქორო. არაფერს არ გვაჩვენებს. დემენდე. დემენდე რა. დემენდე. სიმინდი გასაგებია. სიმინდი. სიმინდი. ხორცი.
და ხორცი. ჯითუს ისე ჩაეღიმა. ძალიან კმაყოფილია. ამერიკული სიმინდი სალა მოგწეთ. მე მიწერია სწორი პასუხი, კაროჩე, ან მარილიანი ლობიო თუ მაგრამ ეწყინება. რატო გეწყინება? იმიტომ რომ რა მარილიანი ლობიო, ვინც დაიგ წესი მოიგონა იმის დედა. ანუ რატო? პროსტა რატო? დავი ბრატ, იმიტომ რომ სწორი პასუხი არის მარილიანი ლობიო. გაჭმე ვინე რა მარილიანი მინდა ლობიო. აი. არ არის ხო მარილიანი ლობიო? მარილიანი ლობიო არის სწორი პასუხი. ორი ქულა წავიდა ჯითუჯისკენ, ერთი ქულა წავიდა ჰიტასკენ, იმიტომ რომ მას ტკბილეული ეწერა ჰიტას. დემენდე ეწერა ქოროს, მაგრამ ერთი ქულა აიღო. მეგობრო, მე არ ვიცი ამერიკაში რას კრძალავენ, მაგრამ საქართველოში ნამდვილად შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სანდომის უგემრიელესი ახალი ქართული და რაც თავარია ევროპული სტანდარტებით დამზადებული ვაფლი შეგიძლიათ. შეიძლება სხვადასხვა მარკეტებში სხვადასხვა გემოებით. მადლობა სანდომს, რომ აი ესეთი გემრიელი პროდუქციით არხს უდგას გვერდში და მას მოსწორებს. შემდეგი კითხვა. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციონერი ტედ ტარნერი, რომელსაც 55000 ცალი დაასრულეთ რისი კოლექცია აქვს ტედ ტარნერს. მარტივია რა. წავიდა. აი ამის პასუხი არ იცი ბასტო შენ. აი ეს არის რაც გაიჭედე ხა. ჰიტეკ შენ მორჩი უკვე? აუ მე მგონი შენ იცი ხო? იმედი მაქვს. 3 2 1 დრო შეჭ. ამეიწურა. აქვე ჩემს გამომწერებს ვეტყვი, რომ აუცილებლად უნდა გადმოვიდნენ და გაწევრიანდნენ ჩემი გამომწერების მიერ შექმნილ Facebook ჯგუფში, რადგან ძალიან მალე დაიგეგმება ექსპერიმენტის თქვენი ერთ-ერთი საყვარელი კონტენტის მე-10 საიუბილეო ეპიზოდი, სადაც თქვენ შეგეძლებათ რომ მოხვიდეთ და დაესწროთ და არა მარტო დაესწროთ, არამედ მიიღოთ უშუალოდ მონაწილეობა მე-10 საიუბილეო ეპიზოდში. მაგრამ სტუმრად მოხვდება მხოლოდ ჩემი გამომწერები. ამიტომ რა უნდა ქნა? უნდა გამოიწერო არხი და ჯგუფში უნდა გადმოხვიდე. ჩვენს გადაცემაში ბორდზე გამოსახული არის პირველად 4 პასუხი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება აქ ერთ-ერთს გიწერიათ სწორი პასუხი, მაგრამ დამოვიწყდა რომ ეთქვა, შესაძლოა დაემთხეს უბრალოდ პასუხები ერთმანეთს. მაგრამ ეს შეიძლება ბლეფი იყოს და მე ვცუცურაკობ. შეგიძლიათ ამ შემთხვევაში თქვენს დაწერილ პასუხზე განათავსოთ ფსონი, მხოლოდ ამ შემთხვევაში. პასუხები: Hot Wheels-ი, საკოლექციო მანქანები, Disney-ის პერსონაჟების ფიგურები, მეორე პასუხი. მესამე, საკოლექციო ბარათები, ანუ ქარდები და მეოთხე ბიზონები. მეოთხე არის ანუ ბიზონების კოლექცია თუ არის სწორი პასუხი არ მაინტერესებს მანახეთ ბიზონების 55000 ცალი ბიზონი და ვიღაცამ დაწერა რომ ბიზონია. მოდი ჯითუჯი დაიწყოს. პირველი Hot Wheels საკოლექციო მანქანები. Hitex ვაიმე, ეს იქნება საკოლექციო მანქანები. წვანი, ანუ ჩემი Disney-ის პერსონაჟების ფიგურები. ბასტო, რაღაცა შენს გონებაში ახალი ვიდეო ხომ არ დაგენერირდა? Hot Wheels-ი მიწერია მე. ახალი ვიდეო ხომ არ დაგენერირდა? ქოროს მოტრიალებაზე. შენ კომენტარი რო გააკეთო შეიძლება. მე მიწერია Hot Wheels-ი, თავი დავიზღვი, იმიტომ რომ Disney-ის პერსონაჟების ფიგურები მეც მეწერა. კორსის მე და შენ ერთად პასუხი და Disney-ის პერსონაჟების ფიგურები მეც დავწერე და შენ დაწერე. ანუ ვაფშე დავწერე რომ დავიზღვიე თავი. ამიტომ შენ არასწორი ხარ უეჭვი, იმიტომ რომ სამი პასუხი იქნებოდა. ო, მივხვდი ეხა. შეიძლება გააჯვა. ბასტომ აიღო ერთი ქულა და სწორი პასუხი იყო 55000 ცალი ბიზონები. ხოგიქარი დაწერე შეჭმა ბიზონები, პროსტა დაწერე, იღადავე და გახვალ წინ რა. და ბიზონები. რა ბიზონები გოს. ვაგრძელებთ. კითხვა ნომერი 6. 2023 წელს ერთ-ერთმა AI-მ ბავშვებისთვის დაწერა ზღაპარი, სადაც მთავარ მტერს აქვს ჰობი ადამიანების რაღაცის გატაცება. ადამიანებს რაღაცას იტაცებდა, ხო და რას იტაცებდა უნდა დაწეროთ პასუხად. წამზომი ჩაითო. მზად გაქვთ? კი. რას იტაცებდა AI-ის მიერ შექმნილ ზღაპარში ბოროტ მოქმედი? ადამიანის სახეებს, კარაქიან პურს, თმას, სახელებს თუ Wi-Fi-ს? მე რო ფიქრობდი ლაშა, რა დამეწერა. თმა ერთ-ერთი იყო მეც ვიფიქრეთ მაერთი. და არ დავწერეთ. და არც მე არ დავწერეთ მაგრამ. ვიღაცამ შეიძლება ვიღაცამ და დაწერა. დავწერე Wi-Fi. 3 2 1. ქორო, თუ შეიძლება გვანახეთ რამე თუ გიწერიათ. სახელები. ლ გიწერია, ხო, სახელები. ნახე დიდად კიდე დავწერე რომ მივხვდი. სახელები, მადლობა. ხიტა შენ რა გიწერია? Wi-Fi შენი არის? Wi-Fi მე დავწერე. Wi-Fi. ჯითუ შენ რა დაწერე? Wi-Fi.
ეხლა თუ Wi-Fi-ა ძალიან ანუ კითხვა ადამიანის რაღაცებს იპარავდა, ადამიანის Wi-Fi-ს მოპარვა რა. აბა ეხლა მე მიწერია სახელები, იმიტომ რომ სახელები ანუ ჩემი. 2-2-ზე გაიყო პასუხები, ძალიან საინტერესოა. სახელი ვის ეკუთვნის, შეიძლება რომ მითხრათ? ჰიტამ მინდა გითხრათ რომ დაქალაჩა მეგობრო მაქსიმალური ქულა არა, მაგრამ 4 ქულა აიღო, რადგან სწორი პასუხი არის Wi-Fi. აბა წინა დადებაში მითხარი? წინა დადებაში მითხარი? აი ეგ. ადამიანის Wi-Fi-ს იპარავდა? კი, ბიჭო. ადამიანებს ეკუთვნის Wi-Fi. ეჩება ხელოვნური ინტელექტია. დღეს ისეთ რეალობაში ცხოვრობთ, რომ უამრავი AI არსებობს რა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში არის ესეთი კომპანია, რომელმაც დაანერგა ინოვაციური AI აგენტი KIA, რომელიც არის USA to Georgia-ში. ეს არის USA to Georgia კომპანია, რომელსაც აქვს სრულყოფილი ინოვაციური აგენტი KIA, რომელიც 24/7-ზე აკონტროლებს თქვენს ამანათებს დეკლარირებიდან მიწოდებამდე, ავტომატურად ავსებს საბაჟო დოკუმენტებს, ასწორებს ასევე დეკლარაციებს, ამუშავებს აგრეთვე ინვოისებს და რეალურ დროში გატყობინებს ნებისმიერ ცვლილებას. გარდა ამისა, მე KIA-ზე არაერთი ინფორმაცია მაქვს მიწოდებული ჩემი მაყურებლისთვის, ის აგრეთვე გახლავთ AI ასისტენტი, რომელსაც შეგიძლიათ მიწეოთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენის თაობაზე. არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად იცით თუ არა რა პროდუქტი გდებაოთ ან საიდან უნდა გამოიწეოთ, გაწვდით აბსოლუტურად ზუსტ ინფორმაციას და ასევე გასწავლით თუ როგორ უნდა გამოიწეოთ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი საიტიდან. USA to Georgia არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც თავისი ინოვაციური AI ასისტენტი დანერგა და ის წარმატებით 24/7-ზე ფუნქციონირებს მომსახურების სერვისში. ქულები ამონათ და ჯერჯერობით ილიერობს ჰიტა 8 ქულით, მოსდევს მას ქორო და ჯიტუ 7 ქულით და 6 ქულით, არაფერი დიდი სხვაობა არ არის. კითხვა ნომერი 7. მარსელა ჰაზანი კულინარიული გურუ, რომელმაც იხვის მომზადების უჩვეულო ტექნიკა შემოიღო. იგი იხვის ამზადებს, დაწერეთ რითი ამზადებს, ანუ რას იყენებს იხვის დასამზადებლად. წამწომი ჩაკეთე. რას იყენებს და უჩვეულოა. დიახ, უჩვეულო. ვასტო და შემდეგ რაუნდში გაორმაგებული ქულებია და ყურებს უნდა ჩამოყრე. დედამისთან ერთად ამზადებს თქო, რომ დავწერო ხო შეიძლება. 3 2 1. მეგობრებო, რას იყენებს ჩვენი ჰასანი ამ იხვის მოსამზადებლად? რაღაცას აკეთებს. პირველი პასუხი მზეზედებს. მეორე პასუხი ფენს იყენებს. მესამე ორმოშიდებს. მეოთხე მიწაში წვავს. სხვადასხვა პასუხია ორმოშიება ჩადო, უბრალოდ, მაგრამ მიწაში წვავს აბსოლუტურად სხვა პასუხია. და მეხუთე პასუხი მარხავს 8 დღე და ასხავს შარტს 2 დღის განმავლობაში. შადი ვარ კონტექსტ მაგას ავიჩვენე. ვის შარტს ასხავს? საკუთ შარტს ხო გააჩნია ხა? ცეროზიანი ტიპის შარტს ასხავთ? 3 2 1. კი, დავწერე, მაგრამ შეიძლება მარსელა ცოცხალია, ვიცით? კი, ცოცხალი. თუ ცოცხალია, ლოგიკური პასუხი მიწერია. თუ დიდი ხნის გარდაცვლილია, ბასტო, მოგწონს? ლოგიკური პასუხი მიწერია. თამაში მოგწონს? დიახ. კი, ან თამაშის იდეა მომაწოდა ჩემმა მეგობრებმა BGR Games-ის წარმომადგენელ, რომელთან ერთადაც მე არაერთი კონტენტი გამიკეთებდი ჩემი მაყურებლისთვის და ჩემს მაყურებელს ვეტყვი ასეთ რაღაცას, რომ თუ თქვენ ეხლა თან საახალწლო პერიოდია, გეგმავთ კორპორატიულ ივენტს, საღამოს და შეიძლება უბრალოდ team building იყოს, ან უბრალოდ მეგობრებთან, კოლეგებთან ან თანამშრომლებთან ერთად გიწევთ რაიმე შეხვედრა და გაქვთ სურვილი, რომ ასეთი სახალისო გასართობი და რაც თავია განსხვავებული თამაშები ითამაშოთ, აი აქ მეილი ამონათდება და შეგიძლიათ მიწეროთ იდეალურ საუკეთესო პროგრამას შეგიდგენენ. და რა ვიცი, თუ იმის სურვილიც გაქვთ, რომ საღამო გახადოთ, საილუზიო შოუს ელემენტები დატვირთოთ და ყველაზე განსხვავებული საღამო გახადოთ თქვენ ივენტში, შეგიძლიათ უკვე ჩემს მეილზე მოიწეროთ, რომელიც აქ ამონათდება. მეგობრებო, პასუხები თუ შეიძლება მოვატრიალოთ. ვისგან დავიწყოთ? შენგან დავიწყოთ. ორმოთი დაიწყო. ლურჯი ორმოშიდებს. მე მიწერია ფენს იყენებს, რათა ცოცხალია, რახან ცოცხალია ფონდერლაინი ორსულად თუ ავით რა. გასაგებია? ჰიტა. მეხუთე. მეხუთე. მეც მეხუთე. მარხავს 8 დღე და ასხავს შარტს 2 დღის განმავლობაში. კარგია. გორო, აქედანვე რა თუ შეიძლება რა ესე თუ შეიძლება. ფენია სწორი. ფენია ჩემი აზრით სწორი. ფენი მეწერა მე და მე ბოლოს გადავშალე. სწორი პასუხი არის ფენს იყენებს და სავარაუდოდ ეს შეიძლება. ჩემია. ვაჟა, ლურჯი გაჩუქე 3 ქულა შენგან. შენი იყო 8 დღე. შენ ხო ვიღაცა. ბიჭო, იასნა რა შარტსას. ქორო შერა ცუცურაკი ხარ, შენ რა ხარ ვისან. შემდეგი კითხვა. მზად ხართ? პირველი რაუნდის ბოლო კითხვა.
2003 წელს მიჩიგანში ერთ-ერთმა მდიდარმა კაცმა მისი ყოფილი ცოლის მეზობლად იყიდა სახლი და სახლის წინ დადგა რაღაც ქანდაკება. რისი ქანდაკება დადგა? სხვა არაფერი მაფიქრდება და 2 და 1 დრო მორჩა. მეგობრებო, რისი ქანდაკება დადგა ამ მდიდარმა კაცმა ყოფილი ცოლის მეზობლად? შუა თითის პირველი პასუხი. ძუძუების მეორე პასუხი. ახალი ცოლის ქანდაკება მესამე პასუხი. გაღებული პირის მეოთხე პასუხი და ძაღლის მეხუთე პასუხი. დრო წავიდა. შეურაცხყოფელი რომელია უფრო აქედან? მე ძაღლი მგონია. ძაღლი ხო? შეურაცხყოფელი დემონსტრაციულად. შევა ყველა მაგას ვიფიქრებდი და შეიძლება ეგრე რაც არის. ერთი გამორჩეული პასუხი არის სხვა. და გაღებულ პირში რა შვება ხოლმე? აუ ძაღლის არ იყოს რა. გაღებული პირის თითო. თქვენ გიწერეთ მესამე ახალი ცოლის. ხო? ძუძუების შეიძლება მართლა იყოს. გასაგები ძუძუების და ყველა სხვა გვიწერია ძაღლის გარდა ყველა გვიწერია კაროჩი. მე ყველა გვიწერია გიწერია? შუა თითის. შუა თითის. გაღებული პირის რატო გიწერია თითო? მე რეახსნი. აი, თუ შეიძლება ეხარვალ. არა, კამერებში ვერ ვიტყვი. თქვენი აზრით ჰიტა ახალი ცოლის ქანდაკება რო დადო, თვითონ ცოლს თუ გაუსწორდებოდა იქ. ახალს კი. ძალიან. მართლა? ბასტო, მე შენ გითხარით, მაგრამ ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა მეთქი, იმიტომ რომ სწორი პასუხი არის შუა თითის. თქვენ აიღეთ 2 ქულა და პლუს 1 გაღებული პირიდან. და პლუს 1 გაღებული პირიდან. პირველი რაუნდი დამთავრდა. ჯერჯერობით ლიდერობს ბასტო 12 ქულით. გადავდივართ მეორე საბოლოო რაუნდზე. ჩემ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი სპონსორი აგრეთვე გახლავთ კრედო ბანკი, რომელთან ერთადაც არაერთი საინტერესო სერვისი გამიზიარებია და მაყურებელს ვეთქვი, რომ თუ გსურთ იყოთ მზად ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრედო ბანკის ვიზა საკრედიტო ბარათი და ისარგებლოთ განსაკუთრებული პირობებით. გექნებათ მუდმივად ხელმისაწვდომი თანხა 5000 ლარამდე, ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ადგილას ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიებში და გახარჯულ თანხაზე უპროცენტო 55 დღემდე საშეხავათო პერიოდით ისარგებლეთ. ბარათის აღება კი ძალიან მარტივია, უბრალოდ გადმოწევთ მაიკენდოს მობაილ ბანკი და ერთი ღილაკის ვიჭერით პირდაპირ დისტანციურად მოითხოვოთ ციფრული საკრედიტო ბარათი სერვის ცენტრში მისვლის გარეშე. ვაგრძელებთ მეორე რაუნდს და ეს არის ხატვის რაუნდი, მეგობრებო, თითო-თითოჯერ მოგიწევთ ყველას გამოსვლად რაღაცა არაორდინალური სიტუაციის დახატვა და სტანდარტულად ვაგრძელებთ, თქვენ უნდა გამოიცნოთ თუ რა არის დახატული რომელიმე მოთამაშის მიერ. სათხართ? დიახ, და ამას რომ ამამ ხატვარი ყავს, ამას რა და მე რო ვერ ვხატავ. პრივილეგია. არანაირი პრივილეგია არ არის. თქვენ კარგად ხატავთ თუ არ ხატავთ, არანაირი აი, პრივილეგია. დავიწყო შეიძლება ლაშა. გამობრძანეთ, მაგრამ სამ გამოხვალ 2 ფერი უნდა ირჩიო. შავი და მწვანე. შავი და მწვანე. მწვანე მანდ. მწვანე ბალახები რომ მომიწიოს რა. 2 წუთი გაქვს დასახატად ჩემო ბავშვი. მეორე რაუნდში თითოეულ მოთამაშეს მოუწევს დახატოს ერთი აბსურდული და სასაცილო ნახატი დაფაზე, რომელსაც წამყვანი წინასწარ აჩვენებს ხატვარს. დარჩენილმა მონაწილეებმა კი უნდა გამოიცნონ რა არის დაფაზე დახატული. განსხვავებით პირველი რაუნდისგან ამჯერად გაორმაგებული ქულები დაიწერება. 3 2 და 1 სტოპ. ვაჟი, თუ შეიძლება დავუძინოთ. მწვანეს გამოვიყენო პროსტა. არა, აღარ შეიძლება. პროსტა, აი პროსტა. რაღაცა ესე გააკეთე, მინდა მოგცე. ეხლა ნახე მიგვანიშნა ამ ტრაკის ჭია. არა. ბასტოს ნამუქჩევარს განახებთ ახლა. ეს არის მომენტი, როცა თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ახლდანაც დაათვალიეროთ, მაგრამ მე მოგცემთ ზუსტად 1 წუთს იმისთვის, რომ თქვენ დაწეროთ სწორი პასუხი. თქვენი მიზანია, რომ ახსნათ რა დახატა ბასტომ ამ ნახატით. წამზომი ჩაირთო. დარჩენილი მოთამაშეების მიზანია პასუხის სახით აღწერონ ის მოცემულობა, რისი გადმოცემაც მხატვარს სურდა. მოთამაშეების პასუხები სწორ პასუხთან ერთად გადმოვა დაფაზე და მათი მიზანია იპოვნონ რომელია სწორი. სწორი პასუხით 4 ქულას მიიღებენ, ხოლო ყოველი მოთამაშის შეცდენით დამატებით 2 ქულა დაეწერებათ. ეხა, სწორი პასუხი რომ დაიწეროს და ვერ გამოიცნო, ხო არიან ღირსები, რომ თავში ვესწრო. მოგეხმარები ლაშა, მე ხო ვიცი ყველა პასუხი. მეგობრებო, პირველი სიტუაცია ჩვენმა ბასტომ რაც დახატა არის ასეთი პასუხები. პირველი, გველმა არწივის ბუდეს გადაუფრინა. მეორე, ფრინავი გველისგან იცავს შვილებს მშობელი. ამერიკა vs ჩინეთი და მეოთხე, ამერიკელი ჩიტის ბუდესთან გველეშაპა ჩაიფრინა. მე მგონი ძალიან კარგად დახატა, იმიტომ რომ მე ვიცი პასუხი, კაროჩი. თქვენ იცით, თქვენი მიზანია ახლა
სწორი პასუხი, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად შეესაბამება, რომელსაც ნახავდა, ბასტო და იმას დახატავდა, აი ამ ნახატის მიხედვით, ის უნდა დაწეროთ. დაწერეთ პირდაპირ ფურცლებს. თუ გამოიცნობთ 4 ქულა გემატება, თუ სხვას შეაცდენთ 2 ქულა გემატებათ უკვე. დრო წავიდა. მე მგონი გამოვზიდე მგონი 12 ქულა რა. G2G-ი ვიცი რომელიც აკაროთ, შეა გავმაზავ რომელი, აი ყველა დაწერეთ? კი. პასუხები რომ მოატრიალოთ. 4-იანი? 4-იანი? მე 1 დავწერე. და 1-იანი. 4 რამ დაგაწერინა? თუ ამერიკის დროშას ვხატავდი, დედამიწა ჩინეთის დროშას არ დავხატავდი მეორეს? აი, არა, მესამეა. არწივი რომ მიხვდე რომ არის ეგ თქმელი რომ არწივია, მაგიტო დავხატე ამერიკის დროშა. დამაბნეველია. რა დამაბნეველია ბიჭო? თუ რა დებილობა მოგიფიქრებია. გველმა არწივი გუნდეს გადაუფრინა. ლაშა, მე არც დამიხატავს და ორივემ ჩემი პასუხი დაწერა, ხები? ბიჭო, ამერიკის სიმბოლოა არწივი. ორი პასუხი არის გველმა არწივის ბუდეს გადაუფრინა. მე რამდენი ქულა მაქვს? ა ჩინეთი მიხვდით რომ გველეშაპი ჩინეთი და დროშა რომ ამერიკა ვერ მიხვდით. ჩინეთი ვერ მივხვდი. მაქსიმალური ქულა აიღეთ ჩინეთი ბატონო რაშუაშია ხო? შეჩემი. ბაჟა 1 წუთი რა. ვაჟამ აიღო 4 ქულა, შენ 4 აიღე, მე 8. 8 და სამწუხაროდ ჰიტამდა ჯითომ ამ რაუნდში 0-0. მე დავხატავ ლაშა. ეს ჩემი. გავაი გამო. მე მგონი ჰიტამ დაასრულა, დროზე ადრეც კი მორჩა. შეგიძლიათ ჰიტა დაუბრუნოთ თქვენს ადგილს. ფურცლებზე დაწერთ პასუხს, პირდაპირ ფურცლებს მომაწვეთ და მე ეგრევე წავიკითხავ რა. მე ვხატი ვარ, ბოზიშვილი ვიყო, შეხედე. ხალიც კი მაქვს. წამზომი ჩაირთო, შეგიძლიათ მოხვიდეთ, დააკვირდეთ რა დახატა ჩვენმა ჰიტამ და თქვენ უნდა აღწეროთ მისი იდეალური ნამუშევარი. იზი. ეს რეები არის, ბიჭო. ისო G2G-ია უეჭველია, ხო არა 100%. 4 3 მე ძადმა. 2 და 1 კლავი და თუ გაქვთ მზად, თუ შეიძლება ფურცლები. ჰიტა ბევრი არის წვალე აშკარად. ეს ჩემი მაქსიმუმია. ცოდნა ჩავაქსოვე რა თქი ცხოვრებაში გამაჩნდა. აპლოდისმენტები ჰიტას პირველ რიგში და ძალიან გავს პასუხები ერთმანეთს. პირველი, G2G ტბა იყიდა და სელაპები მოაშენ. მეორე, G2G თევზებს უშვებს. მესამე, G2G-ს თევზები თამაშობენ მაფიას და მეოთხე, G2G თავისი თევზები გაამრავლა. რა დახატა ჩვენმა? ძალიან მარტივი იყო ეს. იზი? კი, იმიტომ რომ იმდენად კაროჩე. ხო, მაგრამ ჰიტა გაგვასწრებს. გონი ყველა მივხვდით რა ცა. ხო, იმიტომ რომ ანუ არ ვიცი რა, თუ ყველანი მზად ხართ? უეჭველი ეგა 100%. აუ, ჰიტა 12 ქულა იყო? ბიჭო, იმიტომ რომ ძალიან და მე კაპიტალია, 4. G2G თევზები მაფია. შემოვატრიალო G2G გიწერია? თუ ყველას გიწიათ, თუ შეიძლება მოატრიალეთ, ეს არის თევზები სამიანი. თამაშობენ მაფიას. სამიანი და ბატონ ჰიტავს მიულოცავ მაქსიმალური ქულა 12 ქულა დააგროვა და სამაგიეროდ 4 ქულა დაგემატა თქვენს მეგობრებო. ბიჭო, რა თემა იცი? აქ რო ყოფილიყო რაღაც აი ლამპარიდან ამოსულმა ქალთევზამ, აი ეგ რო ყოფილიყო უფრო რთულია ვიდრე G2G-ს თევზები თამაშობენ მაფიას. ძალიან კარგად დახატულია დახატა. რა. არა, ჭკვიანურად დახატა ჰიტამაც. ხა შეინჯერია? დაგერყავი. არა ღმერთო ეს იყო აი შედევრი. რა ვიცი რაც ხატია. პასუხი მაქვს. მზად ხართ? ზუსტი პასუხი დავწერო ლაშა? მიდი. არა ვიცი თქო და ხო შეიძლება. მომეცინე. ყველა ჩემ თევს გაჩუქებ. მოიცა რაო? ხეს შეუჭირავს. ამას იარაღი უჭირავს და ეს მიკროფონს არ ვწდის. უყურებ მომწონს რა, შედევრია, არტია. ა? მიშორილია ფირთან პროსტა. მიკროფონი. ერთ-ერთი გასაგები არის მიკროფონი და იარაღი. მიკროფონი და იარაღი რა შოშია ერთმანეთთან. ძალიან რთული რაღაც იყო. 5 4 მე გამოვიცანი, კაროჩ. მეც. ძალიან მარტივი არის, ხო ხა ეს კი. რა? ხო. შენ თუ ამას დაწერ. სავარაუდო პასუხები. პირველი, ღორების მეფე მღერის ფილარმონიაში. მეორე, KFC თათამი. აპატიც. ღორების მეფე მღერის ფილარმონიაში. KFC თათამი ებრძვის KFC ლოგოზე არსებულ კაცს.
შეიარაღებული უფლისწული ქათამი ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს. და მეოთხე. ვინ არის ახალ სეზონში სროლა ატყდა? კარგი მეოროთ. არა. შეიარაღებული უფლისწული ქათამია? შეიარაღებული უფლისწული ქათამია. აი ამისი მგონია ერთი პასუხი და მაგის დაწერა არ მინდა. 20 წამი გაქვს დარჩენილი მეგობრებო. ჩემი აზრით ბასტო შენ აღარ გექნება პრეტენზია, რაც დახადე იმასთან დაკავშირებით. 2-9-ჯერ შევცვალე პასუხი. მე დავიწყებ. თქვენი ვერსია? მე-4. 4-იანი. მე მესამე მიწერია, იმიტომ რომ ქათამი არ არის არა და პირველს მაგიტომ ფიქრობ და მესამე დავწერე. ქათამი რო ინტერვიუს აძლევს ხო, არა და პირველი მგონია. ბასტო თქვენ აზრით. ქათამი რო ინტერვიუს აძლევს. ჯითუ. შეიარაღებული უფლისწული ქათამი ინტერვიუს აძლევს ჟურნალის მესამე არის სწორი პასუხი. დიახ. ღორი ვინ დაწერეთ? აი ეს ღორი ვის გეგონათ? ღორს გავს. რა ღორი შეჩემა? მაგიტომ ფიქრობდი ღორს. თები აქ ხელნის მაგივრა. შეჩემა ნის არა, სახეს შეხედე. ნის ფეხს დააკვირდი. ხო, ღორი. ნისკარტი ღორი არა. როგორ გეგონა? სახეზე შეხედე. შენ დაწერე ღორი? ვინ არის ატყდა? ეს ვინ არის იყო, მაგიტო ვიცი რომ ეს იყო. KFC-ს რატომ მოკვდი სიცილით, მომარდა. სუდად. არ დავწერდი მაგათ. რა KFC-ს ქათამი ლოგო. რა ქათამი ვაფშე. სუდად გავხდი ბიჭო. ეს გაქვს დასახატი. ქოროც მზად არის მეგობრებო, თუ შეიძლება დაიკავოთ თქვენი ადგილი. ქორო მიიღო უცნაური გადაწყვეტილება. მან აირჩია ყავისფერი და წითელი. და შემოგთავაზათ აი ასეთი ნამუშევარი. ეს ფეხის სოკოური? მე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. ეს ბულგერია? კითხვის ნიშანი წერია? და რატო წერია? კითხვეთი ფორმაა შეიძლება. ეს რატო არის? ეს რას ნიშნავს ნეტა? თვარეის? ო, ჯითუჯიმ და მე არ ვფიქრობ ეგრე. ცერათითი და ბულგერია შვაშია. გაგიჟღეროთ? დიახ. პირველი პასუხი. ქოროს გენიალური ნახატის სავარაუდო პასუხი პირველი. ღამით საჭმლისთვის ადგა და ცერათითი მიარტყა. ესეთი არის აღწერა. მეორე, ღამე ცერათიც აჭმევ ძმაა? კითხვითი ფორმით. მესამე, ფეხის თითი და ბურგერი და მეოთხე, ფეხის ცერათიც ღამით მოშივდა. წამზომი ჩაითვალა. ეხლა შემიძლია სპეციალურად დავწერო არასწორი, რომელსაც ბასტო არ დაწერდა და ბასტო ავტომატურად წააგებს. მაგრამ მეგმერაში უნდა მაწყობდეს. მაშინ უნდა გაწყობდეს, ხო შენ იქნებ გამოიცნო. მოდი ესე ვეცდები, ესე გადაწყვიტავ. სადღაც 70%-ით მგონია რომ ან შენი დაწერილია, ან 30%-ით სიმართლეა. და თუ ეგრეა, იყოს ეგრე. ჯითუჯი დაწერილი შანსი არ გაიგექნება. 3, 2 და 1. ბასტო გისმენთ? ჩემი ვარიანტი არის მე-4. ფეხის ცერათიც ღამე მოშივდა. გასაგები. მეორე. ღამე ცერათიც აჭმევ ძმაა? და ჯითუ. ხო, ვაჟას იგი კითხვითია. ფეხის ცერათიც ღამით მოშივდა. და სწორი პასუხია მე-4. და მივულოცოთ ქოროს ყველაზე ცუცურაკის სტატუსი გადაეცემა ქოროს. გამარჯვებული გახდა, იმიტომ რომ მე-4 არის სწორი პასუხი. ფეხის ცერათიც ღამით მოშივდა. იმედი მაქვს მოგეწონათ მეგობრებო, თუ ასე აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ რომ ახალი კონტენტი ასწორებს. მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორსა და წარმომადგენლს. ამბასადორი ბეტს, ასევე ჩემს სპონსორებს სანდომს, კრედოს და ასევე USA to Georgia-ს რო გვერდში უდგას ჩემს არხს და გისურვებთ ყველას წარმატებებს. მადლობა თქვენს მეგობრებო მოსვლისთვის. შემდეგ შევხვედრამდე. ახლა